რუსეთმა 28 სექტემბერს ღამით უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. რუსული დრონებისა და რაკეტების იერიში განსაკუთრებით მძიმე დაისახა უკრაინის ორ ქალაქზე, ზაპოროჟიასა და კიევზე. რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. იერიშების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 12 წლის გოგონა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტრაჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი იერიშის შედეგად ათობით ადამიანია დაჭრილი. რაკეტები რომ დავინახე, კარი დავხურე, ამ დროს აფეთქების ხმაც გავიგე. ირგვლივ უკუნეთი იყო. კარის გაღებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან იქვე მიმოფანტული ლითონის ნივთები ეყარა. ბოლოს ძლივს გავაღე და გავიქეცი. ჩემ შვილს დავურეკე, რომელსაც იქ ფანჯარასთან ეძინა. ის ფეხში შველი გამოიქცა მინის ნამსხვრევებზე და დამიყვირა. ცოცხალი ხარ დედა, ჩვენ გადავრჩით. მერე მეზობლებს გავძახეთ, ცოცხლები იყვნენ თუ არა. გვიხარია, რომ გადავრჩით. აქ არც სამხედრო საწყობებია და არც ქარხანა. ამიტომ დარწმუნებული ვიყავით, რომ არაფერი მოხდებოდა, მაგრამ მაინც დაგვარტყეს. რუსეთის თავდასხმებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, მსგავსი იერიშები ნათლად აჩვენებს რუსეთის ნამდვილ სახეს. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, რაც არ უნდა თქვან რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ფაქტი ერთია, მათ მშვიდობა არ სურთ. ზელენსკიმ რუსეთი ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ჩრდილოვანი ფლოტებიდან დრონების გაშვებაშიც დაადანაშაულა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ზაპოროჟიაში, კიევში, კიევის ოლქსა და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში. მათ ძირითადად იერიში საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს. 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. რუსეთი წელს კვლავ ცდილობს უკრაინის ელექტროენერგიას დაარტყას და გათიშოს. სინამდვილეში, ამ კვირების განმავლობაში სანამ გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობდა, რუსეთი დროს არ კარგავდა, რომ უკრაინაზე იერიში მიეტანა. ეს განადგურებელი თავდასხმა იყო. ეს არის ის, რაც რუსეთის ნამდვილ სახეს აჩვენებს. ის, რასაც ისინი აკეთებენ და არა ის, რასაც ამბობენ. ახლა უკვე არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსები ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ დრონების გასაშვებად ტანკერებს იყენებენ. ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რატომ უნდა დაიხუროს ბალტიის ზღვა და სხვა ზღვები რუსული ტანკერებისთვის. ყოველ შემთხვევაში ჩრდილოვანი ფლოტისთვის მაინც. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 595 დრონი და 58 რაკეტა გაუშვა. მათგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 566 დრონი და 45 რაკეტა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს.